თაკო რაღაც განსაკუთრებულ გარემოში ვართ და ხო არ გეშინია? არა ნინო მართლა უჩვეულო გარემოა, მაგრამ არ მეშინია. მე მგონი ჩვენს ეშმაკუნებს და მაჯლაჯუნებს უნდა შევხვდეთ და რა განწყობაზე ხარ? ძალიან კარგი, მზად ვარ შევხვდეთ ჩემს შინაგან დემონებს. კარგი, მაშინ გავცდეთ მოდი აი ამ დემონებს და ამ მაჯლაჯუნებს და ცოტა უფრო ღრმად ვიმოგზაუროთ, კარგი? წარმოიდგინე რომ ხარ უღრან ტყეში მარტო და მიდიხარ, მაგრამ გესმის ფეხის ხმა, გესმის სუნთქვა, გესმის ფოთლების შრიალი, ტრიალდები, მაგრამ ხედავ რომ მარტო ხარ და ეს შენ ხარ. მაგრამ ის ვინც მუდამ თან დაგზდევს ეს შენი ის ნაწილებია, რომელიც ესე შენთან ერთად მოდიან ხოლმე და ყურში ჩაქჩურჩულებენ, რომ შენ არ ხარ საკმარისი, შენ არ უყვარხარ ადამიანებს, თავი დაიცავი, გაიქეცი. აი ეს ჩვენი შინაგანი ნაწილები არიან, რომლებიც მუდმივად გვეუბნებიან, რომ ფრთხილად იყავი. ხო? და ჩვენ კიდე ამ ნაწილებს ყვებავთ შიშით, ყვებავთ თვალის დახუჭვით, უმოქმედობით და ძალიან ხშირად არიდებით. ხო, ეს ის შიშებია, რომელიც ხელს გვიშლის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ გვაიძულებს ავირიდოთ თავიდან კონფლიქტები. არ გავაკეთოთ ის საქმე, რაც გვინდა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა რამე გვაფერხებს. ხო, და ეს ის შიშები არიან, რომლებსაც ჩვენ ვაძლიერებთ და ახლა რაც მახსენდება, ეს არის წარუმატებლობის შიში, მაგალითად, შიში რაღაცის დაკარგვის, ან ვინმეს დაკარგვის შიში. შიში იმისა, რომ კრიტიკის, მე არ ვარ აღიარებული. რო არ ვარ საკმარისად კარგი, მე ამას ვერ შევძლებ. იმპოსტერი სინდრომი. მე არ ვარ საკმარისად კარგი, ასეა, ხო? და ასე გამოდის, რომ აი ამ შიშებს და აჩრდილებს, რომლებიც მუდმივად თან დაგზდევენ, ამ ყველას თავისი სახელი აქვს და მოდი დღეს ვიმოგზაუროთ ამ შიშებში და ვნახოთ, ვის რა საბაზისო შიში გვაქვს და რომელი საბაზისო შიში გვამოძრავებს და ეს ყველაფერი ჩვენ დღეს მიმოვიხილოთ ენეაგრამას თვალთახედვით. კარგი ნინო, ძალიან საინტერესოა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, მოდი ჯერ აგვიხსენი რა არის ენეაგრამა. ენეაგრამა არის ინსტრუმენტი, რო წარმოიდგინო, რომელიც გვეხმარება გავიგოთ რა ტიპის ადამიანები ვართ. აღმოვაჩინოთ ჩვენი დიდი პორტრეტი და შემდეგ უკვე დავსახოთ ის გზები, რომელიც დაგვეხმარება წინსვლაში, რომელიც დაგვეხმარება განვითარებაში, შიშების დაძლევაში, ხო? აი ეს არის ჩემი საყვარელი წიგნი, რომელსაც ქვია ენეაგრამას სიბრძნე. საკმაოდ ვრცელია ეს წიგნი და მარტივი წასაკითხი არ არის, იმიტომ რომ საჭიროებს გაანალიზებას, დაფიქრებას, სახელმძღვანელოა ეს, რომელიც უნდა ისწავლო, ხო? და ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს. აი წარმოიდგინე, რომ გაძლევს რუკას, სადაც დატანილია უამრავი და მრავალფეროვანი გზა და გეხმარება, რომ შენ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელი ყველაზე მოკლე, მარტივი და წარმატებული გზა აირჩიო. კარგი ნინო, და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ანუ აი რაღაც ტიპაჟი, ვთქვათ ერთი ტიპაჟი ვარ, რასაც მეუბნები. ის ვარ, ანუ ყველა ერთნაირები ვართ, თუ შემიძლია შევიცვალო ჩემი ტიპაჟი, გარდავიქმნა, განვითარდე. როგორ ხდება? ენეაგრამას ნიშანი ყველას გვაქვს ჩვენი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ჩარჩოში. არანაირად. წარმოიდგინე ესეთი ბოძი, რომელიც არის სიმყარე. შენ ამას ეყრდნობი და მრავალნაირად ეხვევი გარშემო. ხო? და აი ეს ტენდენციები, რაც ჩვენ გვახასიათებს და პატერნები, რაც ჩვენ გვახასიათებს, არის კონკრეტული мотиваციის, კონკრეტული შიშის და კონკრეტული სურვილიდან გამომდინარე. ხო? და სწორედ ამაში გვეხმარება ჩვენი ენეაგრამა, რომ აი ეს
ღერძი, რის გარშემოც ტრიალებთ ეს გავიგოთ, თორემ ადამიანები მრავალფეროვნები ვართ. როგორც ვთქვი, ეს არ არის ის ინსტრუმენტი და ის წიგნი, რომელიც ჩაგვსვამს ჩარჩოში. პირიქით, უფრო მეტ თავისუფლებას და მრავალფეროვნებას გვაპოვნინებს, ხო? კი ბატონო, შეგვიძლია წიგნის წაკითხვა და გაანალიზება, თუმცა არც ისეთი მარტივი წასაკითხია, როგორც ვახსენე და ამიტომ არიან ენია კონსულტანტები. ხო, ეგ იყო შემდეგი კითხვა, ანუ მე რო ეს მთლიანად წავიკითხო, ვეცადო გავაანალიზო, ეს საკმარისია თუ მჭირდება ენია კონსულტანტი? ჩემი გადმოსახედით სასურველი არის ენია კონსულტანტი, იმიტომ რომ ამ გზას გაგიმარტივებს. უფრო სწრაფად აღმოაჩენ შენს პატერნებს, შენს ძლიერ მხარეს, შენს დაფარულ ნიჭებს, შენს შიშებს და ასე შემდეგ. მე საკმაოდ დიდხანს ვსწავლობდი ამ ენიაგრამას და როდესაც გავიარე ენიაგრამა კონსულტანტის სერტიფიცირება, მივხვდი რომ კი ბატონო, მე ამას ყოფას მარტო წავიკითხავ, თუმცა სპეციალისტის დახმარება უპრიანია, რა თქმა უნდა, უფრო გვიმარტივებს, ხო? კი, იმიტომ რომ მართალი რო გითხრა ხა ვთქვათ იგივე ინტერნეტშიც არის ხო, ძალიან ბევრი თულია, ტესტებია, ასე შემდეგ, რომელიც გეუბნება რა ტიპაჟი ხარ, ხო, რაღაც აავსებ, თუნდაც შეიძლება ნახევარი საათი მომდა იმ ტესტის შევსებას. და ერთი შეხედვითაც მე როცა გადავხედე ამ ნიშნების მოკლე აღწერას, ჩემ თავზე სულ სხვა წარმოდგენა შემექმნა, ან მინდოდა რომ ისეთი ყოფილიყო, მაგრამ მერე სხვა რეალობა აღმოჩნდა. და თან განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ თქვათ იგივე მე და შენ აღმოჩნდით ერთი და იგივე ნიშანი, რაც ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ხო? თუმცა ის ღირებულებები, ის მამოძრავებლები, ის ძირითადი მიზნები გქონია ერთნაირი, საერთო და ზუსტად ერთი და იგივე კი არა, ერთნაირი, ერთ იმაში ჯდებოდა, მაგრამ გზას როგორ ვაღწევთ, როგორ ვიქცევით ჩვენ შიშებს, როგორ ვუყურებთ და ასე შემდეგ, ეგ გვაქვს სხვადასხვა. ასე რომ კი, მე მაგალითად ვურჩევდი სხვებსაც ენია კონსულტანტის გამოყენებას, იმიტომ რომ იგივე ჩემ შემთხვევაში სულ სხვაგან აღმოჩნდებოდი, ვიდრე ვარ, ალბათ ასე მგონია. და ჩაღრმავებას, იმიტომ რომ ძალიან კარგი გზა არის, რომ ნახო რა არის შენი ის ძირითადი პატერნები, როგორ იქნება ქართულად ის ტენდენციები და მე აირჩიო, გინდა ამის შეცვლა თუ არ გინდა ამის შეცვლა, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება არც მოგინდეს იმ ერთ შეხედვით უარყოფითი იქნება თუ დადებითი ტენდენციების შეცვლა, გამოსწორება, გაუმჯობესება. მეც გეთანხმები ამაში. მოკლედ ადამიანი ძალიან მრავალფეროვანია, ასევე მრავალფეროვანია ეს წიგნი და ადამიანის პორტრეტს სხვადასხვა კუთხით მიმოიხილავს, თუმცა რადგან დღეს ჩვენ გვაქვს ჰელოუინის ღამე, გადავწყვიტეთ და შევთანხმდით, რომ აქცენტი გვექნება შიშებზე. რა არის ის შიში, საბაზისო შიში, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს და ვინ არიან ეს მაჯლაჯუნები და მონსტრები, აი აქ მხრებზე რო ჩამოსხდებიან ხოლმე და რას გვიჩურჩულებენ ყურში. მაინც რატო შიშები, ნინო? რატომ შიში? მეცნიერულადაც დადასტურებულია ეს და ნეირომეცნიერები ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ემოციის და შიშის ხო ემოცია, ამ შიშის დასათაურება, გაცნობიერება და ამ შიშისთვის თვალის გასწორება, ეს არის თვით ლიდერობისა და თვით მართვის უმაღლესი გამოვლინება. და აი ამიტომ შიშები. და სად ვიპოვოთ ეს ჩვენი შიშები? სად ბუდობს შიში? როგორ გონია? ჩვენში, ტვინში. რა თქმა უნდა, ჩვენს ტვინშია, ხო, ეს შიში და აი ის ადგილი, სადაც შიში ბუდობს, არის სადღაც აი აქ და მას უწოდებენ განგაშის ცენტრს. და როდესაც ეს შიში ჩვენზე ბატონობს და მძლავრობს, ხო, ეს განგაშის ცენტრი ძალიან ხმაურობს, ეს შიში ძალიან აქტიური ხდება და გვეუბნება, რომ გაჩუმდი, იპოვე უსაფრთხო გარემო, დაიმალე რაღაცნაირად აირიდეს ყველაფერი, ისე ქენი რომ შენ უსაფრთხოდ იყო. თუმცა ადამიანებს ძალიან კარგი თვისება გვაქვს, რაც განგვასხვავებს მაგალითად ცხოველებისგან. გვაქვს კიდევ ერთი ნაწილი ტვინში, ესეთი
ნეოკორტექსს უწოდებენ ამას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს აზროვნებაზე, ჩვენს ფილოსოფოსობაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, პასუხისმგებლობის აღებაზე, გაცნობიერებაზე და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ აი გვერდება ეს განგაშის ცენტრი, ხო, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს უსაფრთხოებაზე და ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და ვააქტიურებთ მოაზროვნე ნაწილს, მაშინ რა ხდება? ეს მოაზროვნე ნაწილი ამშვიდებს, ამ შიშებს, აძლევს იმის საშუალებას, რომ დაფიქრდეს, შიშს თვალი თვალში გაუყაროს და მერე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს და შესაბამისადაც იმოქმედოს. აი ეს არის. ძალიან კარგი. კარგი. შევხედოთ მაშინ ახლა ჩვენს ენიანიშნებს. შევხედოთ. და იმ შიშებს, რომელიც დამახასიათებელია ამ ენეას კონკრეტული ტიპაჟებისთვის. მას ასე ავხსნათ ფარდა. კი. ენეას პირველი ტიპაჟი, ეს ადამიანი ასე ხასიათდება, რომ არის რეფორმატორი, წესების პროცესების მოყვარული და აი ეს ყველაფერი უნდა რომ ზედმიწევნით შეასრულოს, ხო? და აი ამ წესებს და ამ პროცესებს იმიტომ ქმნის, რომ სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალოს. ეხლა რა შიშმა ჩამოაყალიბა ასეთი ტიპაჟი? საბაზისო შიში ამ ადამიანების არის ის, რომ ვაიმე არ შევცდე, არ ვიყო არასწორი, არ გამოვჩნდე არაეთიკური და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩაციკლულები არიან პერფექციონიზმზე და სწორ და გამართულ წესებზე. ადამიანს რომელსაც ადამიანი რომელიც ამ ტიპასში არის გაერთიანებული და ეს შიში გაცნობიერებული აქვს, რას აკეთებს? კი ბატონო, აქვს წესები, კი, უნდა რომ ყველაფერი იყოს ზედმიწევნით შესრულებული, თუმცა ჩაჭიდებული არ არის მარტო ამ პროცესზე და ესე მარტო პირდაპირ არ იხედება. ანალიზებს, რომ პერფექციონიზმი კი კარგია, თუმცა შეიძლება პროცესისთაც დატკბე და ხდება უფრო ღია, ხდება უფრო მხიარული და უფრო თანამშრომლური, ხო? ეს ობსესია პერფექციონიზმის ჩახსნილია. და ბევრად უფრო მარტივად მიდის რეფორმების გასატარებლად და ისეთი დიდი რეფორმების გასატარებლად, რომელიც სამყაროს უფრო ეთიკურ, მაღალ მორალურ სტანდარტს მოუტანს და მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამ ტიპაჟის მიეკუთვნება დავით აღმაშენებელი. მოკლედ, ყველაზე დიდი რეფორმატორი ალბათ რაც ჩვენ ისტორიიდან გვახსოვს. შენ რას გვეტყვი? რა მოიკითხე წიგნიდან მეორე ტიპაჟის შესახებ? მეორე ტიპაჟი არიან მზრუნველები. სახელიდანაც ჩანს, რომ ესენი არიან ძალიან თბილი, კეთილი, მზრუნველი ადამიანები, რომლებიც სულ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ გარშემოყოფები იყვნენ კარგად, ხშირად შეიძლება საკუთარი ინტერესებიც დათმონ და მთავარია, რომ ყველა მათ გარშემო იყოს კომფორტულად და მოვლილი, ასე რომ ვთქვათ, ხო? და ეს მათი ეს ტენდენცია გამოდის იმის შიშიდან, რომ მათ უნდათ იყვნენ შეუცვლელები. მათ ეშინიათ, რომ თუ ისინი საკმარისად არ იზრუნებენ სხვებზე, მათ ჩაანაცვლებენ, არ იქნებიან საკმარისად კარგები და დაკარგავენ თავიანთ როლს ამ სხვა ადამიანების ცხოვრებაში. შესაბამისად ეს მაჯლაჯუნა და ეს შინაკანი დემონი როგორც მონსტრი ჩაშურჩულებს, რომ შენ თუ არ იქნები საკმარისად კარგი, შენ ჩაგანაცვლებენ და არ იქნები ბედნიერი. ამიტომ მნიშვნელოვანია ისევე როგორც სხვა ტიპაჟებისთვისაც გააზრება ამ შიშის, რომელიც ხშირად არის დაუსაბუთებელი, ხო? ალბათ ახლა ეგ ჩემი მოსაზრებაა. მაგრამ ის ადამიანები, ვისაც გაცნობიერებული აქვს ეს შიში, დალაგებული აქვთ ისე ურთიერთობა, ანუ ისედაც გააზრებული აქვთ, რომ მარტო იმის გამო არ ხდებიან ჩაუნაცვლებლები, ან მარტო იმის გამო არ უყვართ, რომ ესეთი selfless არიან, ანუ თავიანთ გადამკვდარები და მთლიანად გადასულების სხვაზე ზრუნვაზე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს კარგად გაცნობიერებული, ხო? ისინი მუდმივად ზრუნავენ ამ თავის გარშემო მყოფებზე,
არათუ ზრუნავენ, უკვე ეს ზრუნვა შეიძლება გადავიდეს კონტროლში, დომინანტურ ზრუნვაზე, როცა სხვებს აწუხებ, საზღვრები გადალახო და აი მთლიანად იყო იქ ჩარჭობილი და აკონტროლო ეს ურთიერთობა, რომელიც შეიძლება პირიქით აი ეს უკუ რეაქცია მოყვეს და არ იყოს სასიამოვნო და პირიქით მე მეტი დისტანცია გააჩინოს, ხო? ამიტომ ძალიან კარგი იქნება გააზრება, რა თქმა უნდა, ამ შიშის და იმის დანახვა, თუ რამდენად ღირებული ხარ შენ თვითონ ეს ადამიანი და რაც უფრო გააზრებული აქვს ეს შიში ამ ადამიანს, მეორე ტიპაჟის ხალხზე მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი, უფრო ავთენტურად ემპათიურები და უფრო ავთენტური რად თბილები ხდებიან. აი მაგალითად როგორც დედა ტერეზა. როგორც დედა ტერეზა, გეთანხმებით, აკო, ანუ აღარ ახრჩობენ ადამიანებს თავიანთი სიყვარულით და ზრუნვით, აქ ბალანსია უკვე დაცული და ეს გადამეტებული ზრუნვა გადადის ემპათიაში და გადამეტებულ ზრუნვასა და ემპათიას შორის უაღრესად დიდი სხვაობა. მაშინ ასე მოდი ახლა ვნახოთ მესამე ტიპაჟის ადამიანთან რა ხდება. მესამე ტიპაჟში გაერთიანებული ადამიანები არიან ტრიუმფატორები. უყვართ ეს ტრიუმფი, უყვართ წარმატება და ორიენტირებულები არიან მხოლოდ წარმატებაზე და საკუთარ იმიჯზე, ხო? ამ ადამიანებს ყველაზე ძალიან ეშინიათ, რომ არ იყვნენ წარმატებულები, განიცადონ მარცხი და არ იყვნენ რაღაც ასეთი ღირებულები საზოგადოებაში, ხო? და რითიც ცდილობენ ამის მიღწევას, რომ ყველაფერში იყვნენ წარმატებულები, აქვთ ძალიან დიდი ენერგია. მაგრამ ადამიანს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ეს შიში, ის ხვდება, რომ მარტო წარმატება არ არის იმისი პირობა, რომ შენ იყო ღირებული ადამიანი. შენ სხვა ბევრი თვისებაც გაქვს და ამიტომ მარტო წარმატებით და შენი იმიჯის წარმოჩინების ხარჯზე ეს არ უნდა გააკეთო. ანუ ცნობიერი, როდესაც არის ადამიანი ამ თავის შიშთან მიმართებაში, ხდება თანამშრომლური, ხდება მაგალითი სხვებისთვის და ამ თავისი წარმატების ეს მისი წარმატების ისტორიები სხვებისთვის მისაბაძი მაგალითია უკვე და თვითონაც мотиваციას თესავს სხვა ადამიანებში. და მაშინ როდესაც აი ეს გაცნობიერებული არ აქვს, ხო? ყველანაირი ხერხით უნდა რომ მიაღწიოს წარმატებას, ირგებს უამრავ ნიღაბს და ქამელეონივით ფერს იცვლის, სადაც როგორ და რანაირადაც აწყობს და იმიჯზე არიან ჩაციკლულები, ხო? ეს იქნება რითი იმოსებიან, რამდენად ძვირფასი ტანსაცმელი აცვიათ, საათები უკეთიათ, მანქანები აქვთ და მოკლედ ამ იმიჯით რაღაცნაირად უნდათ რომ ეს დომინირება გააკეთონ საზოგადოებაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევხედო ამ ჩემს აჩრდილს, რომელიც მეუბნება რომ შენ მარტო მაშინ ხარ კარგად, როდესაც ტრიუმფს და წარმატებას აღწევს და მე დავფიქრდე რომ რის ხარჯზე. და როგორი გზით შემიძლია ამას მივაღწიო. ესეც ჩვენი მესამე ტიპაჟი. მეოთხე ტიპაჟის კატეგორიაში არიან ინდივიდუალისტები. ესენი არიან შემოქმედებითი, ღრმა, საკმაოდ სენსიტიური ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ იყვნენ ძალიან რომლებიც უნდათ რომ იყვნენ და თან არიან კიდევაც ალბათ ავთენტურები, ორიგინალურები და უნდათ თავიანთი ნიჭი და ხასიათი გამოხატონ ხოლმე. მათი ძირითადი შიში არის ის, რომ სხვები ვერ დააფასებენ მათ სათანადოდ და ეს მაჯლაჯუნაც და ეს შიდა დემონიც, შინაგანი დემონიც ეუბნება, რომ შენ მარტო მაშინ ეყვარები სხვებს, თუ იქნები განსხვავებული და განსაკუთრებული. ანუ ისინი ილტვიან, რომ იყვნენ განსაკუთრებული, ორიგინალურები და ამის დამკვიდრებას ცდილობენ. თავიანთი პოზიციის დამკვიდრებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, უფრო ეს ბევრ ადამიანს ახასიათებს, მაგრამ და ყველას უნდა რომ თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ აი ამ ტიპაჟისთვის დამახასიათებელი ეს თვისება
თუ გაცნობიერებული არა აქვთ ეს შინაგანი შიში და ეს დემონის ჩურჩულები, შეიძლება უარყოფით მხარეს წავიდეს, ხო? ისინი მუდმივად ადარებენ თავიანთ თავს სხვებს, სუგონიათ რომ არ არის ასაკმარისად კარგი, რომ სხვებს არ ესმით მათი და მოკლედ დრამაკვინები, ემოციების თაიგულები, არ ვიცი კიდე რა დავარქვა, მოკლედ ძალიან მძიმედ არიან და შეიძლება ესეთ მელანქოლიაში და დეპრესიაში გადავარდნენ, რომ ძალიან გაჭირდა საერთოდ მათთან ურთიერთობა და მათი დანახვა. სამაგიეროდ მათ საპირისპიროდ უკვე ის ადამიანები, რომლებსაც ეს შიში აქვთ გაცნობიერებული და გადალახული ის რაღაც ბარიერები, რომლებიც აწუხებთ, ისინი ხდებიან ავთენტურები, თავიანთ თავსაც უფრო თავისუფლად გამოხატავენ, კრეატიულებიც არიან, შემოქმედებით შინაგან მეს უსმენენ და თავისუფლად ცხოვრობენ, რითიც ბევრად უფრო მარტივად იმკვიდრებენ თავიანთ ორიგინალურ ავტორიტეტსაც და მესაც, ხო? ალბათ უფრო ხელოვანი ადამიანები არიან, ხო, ამ ტიპაში გაერთიანებულები, იმიტომ რომ აი კრეატივის ზეიმი აქვს. თან ემოციებს პლუს კრეატივი და რა განსაკუთრებულები არიან და აი ამ მომენტში ვინც მახსენდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ირაკლი ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა ამ კატეგორიას, გალაქტიონ ტაბიძე მიეკუთვნებოდა ამ კატეგორიას, ჩემი საყვარელი მომღერალი ნინა სიმონეც ამ კატეგორიაში გადიოდა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესოა და როგორც ჩვენ აღნიშნე, ხო, ჩვენ ყველგან ვართ. პირველ ნიშანშიც ვართ, მეორეშიც, მესამეშიც, მეცხრეშიც და მერვეშიც. თუმცა აქ მთავარი რა არის, რომ დავინახოთ, აი უფრო მეტად სად ვარ. უფრო მეტი ჩემი პატერნი რომელია, ხო, რომ აი ზუსტად იმაზე ვიმუშაოთ და აღმოვაჩენთ იმ ძირს და იმ ბოძს, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ, აი რომელი ბოძის გარშემო ვტრიალებთ, აი ეს რომელია ჩემი ფუნდამენტი, რომლის გარშემოც მე ვტრიალებ. კარგი, მაშინ გადავიდეთ მეხუთე ტიპაჟზე და მეხუთე ტიპაჟს უწოდებენ გამომგონებელს. ობზერვატორს. ეს როგორი ტიპაჟები არიან, იცი, რომ აი უფრო განცალკევება უყვართ, ბევრი ფიქრი უყვართ და ცდილობენ, რომ იმ კონკრეტულ სფეროში იყვნენ ძალიან კომპეტენტურები. იმიტომ რომ ამ ადამიანებს ნახე ხლორისი ეშინიათ, ყველაზე ძალიან ეშინიათ უსუსურობის და ყველაზე ძალიან ეშინიათ ენერგიის გამოცვლის, გადაღლილობის. ამიტომ ეს დემონი, რომელიც აქ მხარზე უზით ამ ადამიანებს, ესეთ რაღაცას ჩაშჩურჩულებს, რომ შენ მაშინ ხარ კარგად, როდესაც ხარ ძალიან კომპეტენტური. და კამუფლაჟით ამ შიშიდან გამომდინარე დადებითი კუთხით არის ის, რომ ეს ადამიანები რაღაცა განსაკუთრებულს იგონებენ, ამითი თავის უსუსურობას აფერმკრთალებენ, ხო? და ადამიანს, რომელსაც აი ეს შიში აქვს გაცნობიერებული, როგორია? არის ძალიან დიდი ინტელექტის მქონე, ქმნის განსაკუთრებულ რაღაც გამოგონებებს და მზად არის, რომ ეს მისი განსაკუთრებული გამოგონება და მიღწევა საზოგადოებაში გამოიტანოს. უკვე აღარ ეშინია ენერგიის გამოცვლის, აღარ ეშინია სოციუმში ტრიალის და აღარ ფიქრობს, რომ ეს სოციუმი გადამღლის, გადამწვავს, ხო? და ადამიანს, რომელსაც ეს არ აქვს გაცნობიერებული, ძალიან ხშირად ბევრ დროს ატარებს სიმარტოვეში, ძალიან უჭირს ადამიანებთან გამოჩენა, არის განდეგილივით ცხოვრობს და შეიძლება არც საჭმელი აინტერესებდეს, არც ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ცხოვრობს და იყოს ძალიან ჩაკეტილი. მაგრამ გაცნობიერებული ქმნის რევოლუციურ გადატრიალებებს და მოდი ვთქვათ, როგორები არის, რომ ვინ შეიძლება იყოს ესეთი ტიპაჟი. გვეუბნებიან, რომ ბილ გეიტსი ზუსტად ამ კატეგორიაშია გაერთიანებული, ილონ მასკიც ამ კატეგორიაშია გაერთიანებული და მათ შორის ეინშტეინიც ყოფილა მეხუთე ტიპაჟის ადამიანი. ძალიან საინტერესო. მაგათგან განსხვავებით, მეექვსე ტიპაჟის ადამიანები არიან ლოიალისტები, ერთგულები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ სტაბილურობა, სიმშვიდე და თავიდან ირიდებენ ყოველგვარ რისკს და წასვლას, იმიტომ რომ არ უნდათ, რომ ეს უსაფრთხოება დაერღვათ და გამოეცალოთ.
ისინი არიან თან რა თქმა უნდა ძალიან ერთგულები. და თუ გადაწყვეტენ ერთ მომენტში რომ ვინმე ერთგული არიან, ბოლომდე რჩებიან მართლა ლოიალურები. მათი მთავარი შიში არის რომ დაკარგავენ საყრდენს, სიმშვიდეს და ცხოვრება აერევათ, იმიტომ რომ ეს გარშემო ეს მხარდამჭერი ადამიანები ან თუნდაც გარემო აღარ ეყოლებათ. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ კარგად გაცნობიერებული რომ ეს შიში ამოძრავებთ და ანუ ეს არის მათი საქმიანობის და ქცევის თავარი ხო გადამწყვეტი რაც ამოძრავებთ ისინი ცდილობენ რომ არ წავიდნენ რისკზე მუდმივად ითვლიან სხვადასხვა სცენარს რაც უდი არ არის მაგრამ გადამეტებული რა თქმა უნდა კარგი არ არის ეს ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებაში წინ წასვლაში წარმატებაში და ასე შემდეგ მათგან საპირისპიროდ ადამიანებმა რომლებმაც გაიაზრეს რომ ეს არის მათი მთავარი შიში და ეს მუდმივად აფერხებს მათ ისინი შესაბამისად იქცევიან სხვანაირად უფრო ავითარებენ ამ ქცევას ისედაც შექმნილი აქვს გარშემო სისტემა რომელიც არ ეშინიათ ანუ რომ დაერღვეთ იმიტომ რომ სხვა გეგმაც შეიძლება ხო კონდეთ და ამიტომაც ხშირად რისკსაც მიდიან ანუ ისეთ რისკზეც კი გაანალიზებულ ხო გათვლილ გაანალიზებულ რისკზე მიდიან იმიტომ რომ უკვე აქვთ ისე შექმნილი დალაგებული ეს თავიანთი შიშიდან გამომდინარე ცხოვრება რაღაცნაირად ხო ანუ აი როგორ შეგვიძლია კიდე წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები ხო აი ფიქრის გორები ყველანაირ უბედურ სცენარს განავითარებენ და დახატავენ იმიტომ რომ პანიკაში არიან რომ უსაფრთხოება დამერღვა ასეთ ტიპის ადამიანებს ყველაზე მეტად შეუძლიათ მტარვალი პარტნიორის ატანაც კი, ხო? იმიტომ რომ ეშინიათ დაკარგვის რომ დარჩებიან საყრდენის გარეშე, დარჩებიან ადამიანის გარეშე, რომელიც მათ გვერდზე იქნება და ასე შემდეგ. თუმცა გაცნობიერებულები არიან ძალიან ერთგულები. აი ამ შიშმა თვითონ ეს ტიპაჟები ჩამოაყალიბა ყველაზე მეგობრულ და ერთგულ ტიპაჟებად, ხო? ძალიან ერთგულები არიან, უზარმაზარი, ანალიტიკური უნარები აქვთ, ყველანაირ რისკს კარგად თვლიან და მათი ეს შიში უსაფრთხოების გადადის სიმამაცეში. და ხანდახან ისეთ რისკზე მიდიან, აი წარმოუდგენელი რისკია. შეიძლება უცბად ცუდამინში პარაშუტით გადმოხდეს. ან ყინვაში, თოვლში და ბურუსში მწვერვალიდან დაეშვეს. ხო, ეს რაღაცნაირად უსწორებენ ამ შიშს თვალს და რისკზე მიდიან, რომ აი მე შენ უნდა გადაკლახო. ესე ჩვენი მეექვსე ლოიალისტი და მოდი ვნახოთ რა ხდება მეშვიდე ტიპაში. აქ გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებიც არიან ენთუზიაზმით სავსე, ოპტიმიზმით სავსე, ძალიან მხიარულები. ანუ მიდევმოდებულები ყველაფერს, ყველას. ამ ადამიანს როგორ მიხვდებით, რომ მე 7 ტიპას მიეკუთვნება, რომ სადაც ეს ადამიანი დგას, უამრავი ხალხი ირევა მათ გარშემო, ისეთი მხიარულები და ოპტიმისტები არიან და უყვართ მრავალფეროვნება. ეხლა რა შიშმა ჩამოაყალიბა ეს ადამიანები ასეთ ტიპაჟად? მათ პანიკური შიში აქვთ მოწყენილობის და ტკივილის. და ეს მაჯლაჯუნაც რომელიც აი აგზის, ჩაშჩურჩურებს, რომ შენ მაშინ ხარ კარგად, როდესაც შენ საწადელს მიაღწევ და ძალიან უნდათ ამ ადამიანებს, რომ იყვნენ თავისუფლები, იყვნენ ბედნიერები. ახლა მოდი ესე შევხედოთ. შიში გავაცნობიერე და მივხვდი რომ ეს ჩემი მხიარულება, ეს ჩემი მრავალფეროვნება, ანუ ავთენტური და აი ნამდვილი მხიარულება კი არ არის, ეს არის ის რომ მე გავურბივარ ტკივილს. გავურბივარ აქ და ახლა მომენტს და ყველანაირი გზით ვცდილობ რომ მოწყენილობა ავირიდო. ადამიანს რომელსაც ეს აქვს გაცნობიერებული, რას აკეთებს? არის უფრო და შვიდად არის უფრო წყნარად აქ და ამჟამად და ცდილობს რომ სევდაშიც კი იპოვოს დადებითი მხარეები აღარ გარბის მოკლედ რა მხიარულებას აქაც იპოვის ამჟამადაც იპოვის და სულ არ არის საჭირო რომ ჩემი რაღაცა ასეთი უდარდელობით
ვაჩვენო ადამიანებს, რომ ძალიან მხიარული ვარ და თურმე რეალობაში გავრბივარ. ესები არიან მეშვიდე კატეგორიაში თუ ტიპაში გაერთიანებული ადამიანები. კარგი ნინო, მოდი ვისაუბროთ მერვე ტიპაჟის ადამიანებზე. ჩელენჯერებზე. კი, ესენი არიან მებრძოლები, შემიძლია ვთქვი, ლიდერები. ლიდერები. ხო. ლიდერი ბოსი. კი. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ მათ უნდათ, რომ ყველაფერი აკონტროლონ, ყველაფერი საქმის კურსში იყვნენ, ყველაფერი იყოს მათი კონტროლის ქვეშ პირდაპირ დავარქვათ, ხო? შესაბამისად ეს შიში, რომელიც ამოძრავებს არის ის, რომ შენ თუ არ გააკონტროლებს, ხვები გაგაკონტროლებენ და ეს მაჯლაჯუნად სულ მაგას უკირკიტებს. და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ან ჩაახედეს თავის შიშს თვალებში, ესე რომ ვთქვა, ან გააცნობიერეს, რომ ეს არის მათი შიში, რომ ეს კონტროლის დაკარგვა, მათ აიძულებს რაღაც არა სწორ და სხვებისთვის მავნე ქმედებებზე გადასვლას, ან რომლებსაც არ გაუკეთებიათ ეგეც, თუნდაც რომლებმაც გააცნობიერეს ეს შიში, ისინი ხდებიან უფრო ლიდერები. მათ არ ისინი ისე ვითარდებიან, რომ აღარ ჭირდებათ კონტროლი, მიკრომენეჯმენტი, სხვების რაღაცნაირად დაჩაგვრა იმისთვის, რომ თვითონ უფრო კარგად გამოჩნდნენ და ისინი ხდებიან ლიდერები. ისინი და არა ეს ბოსები რა, ესეთი გაგებით, რომ სამაგიეროდ მაგის საპირისპიროდ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გაცნობიერებული ეს შიში, იმდენად ხდებიან გაბმული ამ მორევში, ამ კონტროლის მორევში, რომ შეიძლება გახდნენ დიქტატორები, ისინი არიან დომინანტურად აკონტროლებენ, მიკრომენეჯმენტი უკვე ვახსენეთ სამსახურში, ხო? და არც აძლიერებენ თავის გუნდს და გარშემო მყოფებს და თავისთვისაც მავნეა. საპირისპიროდ იმ ლიდერებისა, რომლებიც თვითონაც კარგად გრძნობენ თავს, თავის გუნდის წევრებსაც და გარშემო მყოფებსაც ავითარებენ, საშუალებას აძლევენ ახალი ინიციატივებით გამოვიდნენ, მეტი ისწავლონ, უფრო ძლიერები იყვნენ და შესაბამისად სხვა ცხოვრებაც შეექმნან. ანუ რა გამოდის, რომ ეს ადამიანები, მცნობიერი ადამიანები, ხო, ხდებიან დამცველები კიდევ. და აი ამ თავის ლიდერობას და თავისი კონტროლის მოპოვებას რის ხარჯზე აკეთებენ? ღიაობის ხარჯზე, ნდობის ხარჯზე, გამჭვირვალეობის ხარჯზე და სამართლიანობის ხარჯზე, ხო? ანუ აი ეს მაჯლაჯუნაც კიდე მეორე მესიჯი, რასაც ჩასძახის არის ის, რომ ყველა შენ წინააღმდეგ არის, შენ შეთქმულებას გიწყობენ და ამიტომ უნდა იყოს ძლიერი და ამიტომ ყველა და ყველაფერი უნდა გააკონტროლო. ნუ ეს განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანები არიან გამოწვევების მოყვარული ტიპაჟები, ხო? რაღაცა ისეთ ძალიან დიდ გადატრიალებებს ახდენენ, არიან ყოველთვის სათავეში, მართავენ დიდ გუნდებს, მართავენ ადამიანებს და შეუძლიათ რომ სამყარო ბევრად უფრო კარგი გახადონ და საუკეთესო მართვის სტილი დანერგონ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? აი, კარგი შედარება მოიყვანეს შენ ბოსი ვარ თუ ლიდერი ვარ. აი, როდესაც მე ჩემ შიშს გავუსწორებ თვალს, მე მექნება ამაზე პასუხი, რომელი მინდა რომ ვიყო, ხო? ვინ მახსენდება ახლა მერვე ტიპაში გაერთიანებული ადამიანებიდან, ეს არის ილია ჭავჭავაძე და მარტინ ლუთერ კინგი. და ალბათ მათი ეს ლიდერული უნარები და როგორ და რა გააკეთეს, ნუ ახლა ამას ჩვენი ახსნა აღარ დასჭირდება. და ბოლოს მივადექით მეცხრე შიშს და მეცხრე ტიპაჟს. მეცხრე ტიპაჟის ადამიანებს ქვიათ peacemaker-ები, ანუ მშვიდობის დამყარებლები, ხო? ეს ადამიანები არიან ორიენტირებულები, რომ ყველაფერი იყოს გარშემო ჰარმონიული, ყველაფერი იყოს გარშემო კომფორტული და ეს ყველაფერი მოხდეს მშვიდობიანი გზით. რისი ეშინიათ ამ ადამიანებს? ყველაზე ძალიან ეშინიათ კონფლიქტის,
ანუ პანიკური შიში აქვთ კონფლიქტის და შესაბამისად გაურბიან ამ კონფლიქტებს, ხო? და ეშინიათ საკუთარი კომფორტისა და ჰარმონიის მორღვევის. ეხლა, როდესაც მე ჩემი საკუთარი შიშის და კომფორტის მორღვევის მეშინია, უკვე ეს სხვებზეც ვრცელდება, ხო არის ასე და ამიტომ მოდი ესეთი კარგი ქართული გამონათქვამი გამოვიყენოთ, საღათას ძილში გადადიან. ხო? უმოქმედოები, ინიციატივოები, ადამიანებს, რომელთაც ეს შიში არ აქვთ გაცნობიერებული, საკუთარ განვითარებაზეც კი უარს ამბობენ, ოღონდაც კომფორტის ზონიდან არ გამოვიდნენ. ოღონდაც აი კონფლიქტში არ შევიდნენ, ანუ რაღაცა განსხვავებულია და უკვე ეს მათ შინაგან კონფლიქტს უქმნის, ხო? და ამიტომ არ უნდათ ეს და ის არ მოერღვეთ ოღონდაც ეს პატარა ნაჭუჭი, რომელიც მათთვის კომფორტულია და მუდმივად აქ დარჩებიან. დაიძინებენ, ბევრს შეჭამენ და თავისთვის მარტო ჩუმად იქნებიან და ხმასაც არ ამოიღებენ. ნახე, ხო როგორი არის ადამიანი, რომელმაც ეს გაიაზრა, რომ მე მუდმივად გავურბი ვარ კონფლიქტს და მე არ ვიღებ ხმას. ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია. მე ხმა უნდა ამოვიღო და შევალ კონსტრუქციულ კონფლიქტში, რა თქმა უნდა ამას გავუმკლავდები და როგორ გზას ირჩევს? ირჩევს მოლაპარაკების გზას, მუდმივად მიდის შეთანხმებაზე, ზრუნვაზე და ეს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება უნდა მას. ამიტომაც უწოდებენ ამ ადამიანებს peacemakers და ზუსტად დღეს რაღაცა ვიდეოს ვუყურებდი რეიგანის შესახებ და მე რომ დამაინტერესა რა ტიპაჟი არის რეიგანი თქო ჩემთვის ვფიქრობდი და როდესაც ეს ენიაგრამას მე-9 ტიპაჟს კიდევ კარგად გადავხედი ამ წიგნში და მისი თვისებები შევადარე, აი შეგვიძლია ვთქვათ რომ რეიგანი ზუსტად იყო ის ადამიანი რომელიც მე-9 ტიპაჟს მიეკუთვნებოდა და მშვიდობის დამყარებისთვის ძალიან ბევრს იბრძოდა და არა მარტო რეიგანი, კიდევ ბევრი სხვა ამერიკის პრეზიდენტი. მოკლედ ესეც ჩვენი 9 ტიპაჟი, ამ 9 ტიპაჟის მამოძრავებელი შიშები და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ შიში გვაყალიბებს კონკრეტულ ადამიანად, იმიტომ რომ ამ შიშიდან გამომდინარე ჩვენ ვიმოსებით, ხო? ვიმოსებით ისეთი კამუფლაჟით, რომელიც ამ ჩვენ შიშს გაუმკლავდება. გავაცნობიერე, ამას მე ძალიან კეთილსინდისიერი და სამყაროსთვის სასარგებლო გზებით ვაკეთებ. არ გავაცნობიერე, ქვემოთ და ქვემოთ მივდივარ, საკუთარ თავსას ვაზიანებ და რა თქმა უნდა სამყაროსთვისაც ეს კარგი არ არის და აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ლოიალისტის შიში, რომელიც უსაფრთხოებაზეა დაყრდნობილი, შიში გადადის სიმამაცეში. რეფორმატორის შიში რომ ვიყო ყველაფერში ზედმიწევნით კარგი და პერფექციონიზმით ვიყო შეპყრობილი, აი ეს პერფექციონიზმის ობსესია გადადის ინტეგრაციაში, პირიქით, უფრო ღია და გახსნილია. მერვე როგორც შენაღნიშნე, რომ ეშინია კონტროლის დაკარგვის, ხო, როდესაც გაცნობიერებულია ეს კონტროლი გადადის ზრუნვაში და სხვა ადამიანების დაცვაში და აი ასეთი დიდი განსხვავება გვაქვს გაცნობიერებულსა და გაუცნობიერებულს შორის. ძალიან კარგი ნინო, ესე იგი ჩვენ რეალურად არ ვიცვლით, ვერ შევიცვლით ტიპაჟის, ხო? ანუ ან პირველი ტიპაჟის ვარ, ან მეორე და ასე შემდეგ, მაგრამ სამაგეროდ შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენი ცნობიერება და ამ ტიპაჟის ყველაზე დადებითი და ყველაზე ისეთი ძლიერი მხარეები გავითავისოთ, რაც აქვს და რაც გამოგვადგება, ხო? კი, რა თქმა უნდა. და მოდი ცოტა ორგანიზაციულ ჭრილშიც მივოვიხილოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ენიაგრამა როგორც ინსტრუმენტი, ხო, სასარგებლო არის არა მხოლოდ ადამიანებისთვის პერსონალურად, არამედ ორგანიზაციებისთვის. ასე ხა წარმოიდგინე, რომ შენ და შენმა გუნდმა იცით ტენდენციურად რომელ ტიპაჟს მიეკუთვნებით. აი რა სარგებელს გვაძლევს ეს? ვიცით რაზე ვიმუშაოთ, რაც შიშები გავაცნობიეროთ, რა გვაწუხებს, რა გვიშლის ხელს გადაწყვეტილების მიღებაში,
როდესაც ჩვენი საკუთარი შიშები ვიცით, ჩვენი კოლეგებისაც ან თუნდაც გუნდის წევრების, გვიადვილდება ხო უფრო დაგეგმვა იქნება თუ დავალების მიცემა. სხვანაირად შეიძლება წავიდეს ეს პროცესი. კი. სხვანაირად შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს, რომ თავიანთ ის ნიჭი და ის დაფარული ტალანტები წარმოაჩინონ, იმიტომ რომ შიშის ბარიერი თუ იხსნება, მე გზა მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოვიყენო და აი ასეთ ჭრილში შეგვიძლია ეს ყველაფერი დავინახოთ, რომ ჩემი შიში, როდესაც მე გუნდში ვარ, მარტო ჩემი აღარ არის, იმიტომ რომ ეს ხდება კოლექტიური შიში. იმიტომ რომ როგორც წინა ეპიზოდებში ვახსენეთ, ჩვენი განწყობა, ჩვენი ქცევები, ჩვენი რეაქციები ეს ხო ვირუსივით გადამდებია და განსაკუთრებით უარყოფითი ქცევა თუ ემოცია თუ დამოკიდებულება თუ ხასიათი ეს უფრო გადამდებია კიდე ვიდრე დადებითი. ამიტომ ჩვენი ეს შიში და ჩვენი ეს უარყოფითი ქმედებები კოლექტიური რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია რომ გქონდეს გაცნობიერებული რომელი პორტრეტის ადამიანი ვარ. ძალიან კარგი. თაკო. ხო, და ზოგადად ვფიქრობდი, ვფიქრობდი ეს გაცნობიერება კიდე რას იმას გვიშვება და გამახსენდა ფრაზა, რომელიც აქვე იყო თუნდაც, რომ სიმამაცე ის კი არ არის, რომ შიში არ აქვს, სიმამაცე არის ის, როდესაც შიში გაქვს და მაინც მოქმედებ. ანუ შეიძლება რაღაცის გვეშინოდეს, შეიძლება იყოს ფაქტორები ხელს გვიშლიდეს, მაგრამ მაინც გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ჩვენთვის არის სასარგებლო. და ბოლოს მე ასეთ ფრაზას დავამატებდი ისევ წიგნიდან ამოკითხულს, რომ კარგი ლიდერი, ეს შენი თავის ლიდერი ხარ, გუნდის ლიდერი, მნიშვნელობა არ აქვს. ის კი არ არის, ვისაც არაფრის ეშინია. კარგი ლიდერი არის ის, ვისაც აქვს შიშები, მაგრამ ამ შიშთან შეუძლია მოლაპარაკება და დაზავება. ძალიან კარგი. საინტერესო, დავფიქრდები ამაზე, ჩავფიქრდები კიდე ამ ჩემ შიშებს, მოველაპარაკები, დავუზავდები და ქმედებებზეც გადავალ. მას ასე, იმიტომაც არ გვაშინებს ეს გარემო, ხო? ჩვენ გვიცით და გვესმის, რომელი აჩრდილი მოყვება და გათავისებული გვაქვს, რომ ეს არის ის აჩრდილი, რომელიც ჩემშია და რომელსაც მე ჩემი შიშით ვყვებავ და მოდი აღარ მივაწოდებ საკვებს და აღარ გამოვყვებავ პირიქით ამ შიშის გააზრებით შევეცდები რომ გადავიზარდო უფრო ცნობიერში, უფრო მამაც ადამიანში და ასე შემდეგ. მთელი ჩემი ის პოტენციალი და ის დადებითი მხარეები გამოვავლინო, რაც მაქვს და არ შემეშინდეს ამის გამოვლინების და გადალახვის. მადლობა ნინო. მადლობა თაკო.